წარმოგიდგენიათ როგორ მალე ღამდება უკვე აი ხა უკვე რომელი საათია რა 6 და უკვე რაღაცა ნიუ-იორკში მოკლედ რა თემასთან დაკავშირებით მინდა გესაუბროთ დღეს უსმენდი ვიღაცა ესეთი საინტერესო ექსტრასენსია ხო იცი ეგეც ცოტა ისეთი რთული თემაა რა შეიძლება ისე შემოგაპარონ რაღაც ისეთი ინფორმაცია რაც შეგაპარებს შესაკუთარ წმენაში ამიტომ აუცილებელია გაფილტრო რა ყველანაირი ინფორმაცია რასაც უსმენ და ყოველთვის ჩართოთ მესამე მთავარი პოზიცია ანუ ისე უბრუნდები აი ეს პოზიცია რწმენიდან გამომდინარე აი შენ იქ დაკავშირებული თუ ხარ არ არსებობს რომ ცუდი რაღაცა არასწორი ინფორმაცია რომ მოისმინო, მაინც ტრაქტოვკას გააკეთებ მერე შენი გზით სწორე შემეცნებისაკენ სწორე ფორმულირებით. ძალიან საინტერესო ამბავი იყო ესეთი ეს ლაპარაკობდა ძალიან საინტერესოდ ეს ერთი როგორ თქვა ხა გურო არა, მაგრამ საინტერესო ტიპი რა პრადვინუტი ესე რო ვთქვათ რა. ხო და ორი ჭიქა ეჭირა რა ესე წყლის რა და აი წარმოიდგინეთო ერთშიო სუფთა წყალი არისო მეორეშიო მღვრიაო აი ესე არის ორი ადამიანის ურთიერთობაცო ანუ როგორ ამბავშო იცი აი სუფთა წყალიო ხო შენ თქვათ მიხვედი სუფთა გულით ადამიანთან და გინდაო დაეხმარო გადასცეო შენი თბილი ტკბილი კარგი ენერგეტიკა რაღაცა მოფერება დაეხმარო გინდაო აი უფრო დახმარებაზე იყო საუბარი რა და ამ დროსო არ დაგავიწყდეს რომ ყველაფერი არისო ურთიერთგაცემის პროცესშიო რა საერთოდ ყველაფერი ხდებაო ურთიერთგაცემის ამპლიტუდაშიო ესე რო ვთქვათ რა ანუ შენ თუ რაღაცას გასცემ და ვიღაცას აძლევ ავტომატურად იმისგანაც იღებ ინფორმაციას რა და იგივე ენერგეტიკას და ენერგეტიკას წრიული მოძრაობა ეს უკვე ბუნების ინ-იან მინუსი პლუსი ეს უკვე სამყაროს მიერ შექმნილი გაწონასწორებული კანონზომიერებაა ხო და წარმოიდგინე შენო უნდა იცოდეო გაფილტრო ვის დაეხმარო და ვის არაო ვის შესთავაზო შენი გულითო და სუფთა გულითო რაღაცა შენი კარგი აზრი შენი რჩევაო იმიტომ რომ ნახე რა ხდება შენ რო შესთავაზებო ვიღაცასო და გინდა რომ მთელი გულით დაეხმარო და რაღაცა კარგს ეუბნებიო შენ ენერგეტიკასო ამ სუფთა წყალსო გადმოასხავო და ასხავო იმ ღვრიე ბინძურ წყალშიო რომელიც იმ ბინძურ ენერგეტიკაში რომელიც გააჩნია იმ ადამიანს ვინც გინდა დაეხმარო და შენ როდესაც იცლებიო ავტომატურად ის ადამიანიო რეაგირებს შენზეო და გაძლევს თავის ბინძურ წყალსო და უკვე შენი სუფთა წყალის მღვრია ხდებაო. ნუ მოკლედ ქვემოთ კომენტარები ატყდა ისეთი რომ აბაო ძალიან სწორად უწერდა რა ბევრი ადამიანი სხვადასხვა საინტერესო კომენტარები აბა რა შეოს იგი არავის არ უნდა დავეხმაროთო ესე იგი რა უნდა გაკეთესო ესე იგი დაიკიდო ვიღარ მე რა რო ცუდად არის და შენ ზოგი წერდა რომ თუ კარგი ადამიანი ხარ ყველა ვარიანტში ღვთისგან დაცული იქნება და მოკეთ ფაბულა რა ხდება სადმინდა მივიყვანო ეს ინფორმაცია და ეს ამბავი მეგობრებო აუცილებელია რა თქმა უნდა დახმარება სხვა ადამიანის აუცილებელია ურთიერთობა აუცილებელია გაცემის ენერგიის აკუმულირება იმიტომ რომ რაც პრომეც გასცემის პრომეც მიიღებ მაგრამ რო არ მიიღო ცუდი ხო ამიტომ შენ უნდა იყო შენ თვითონ აბსოლუტურად გაცისკროვნებული და წმინდა აი ეს სუფთა როგორ იცი აი წარმოიდგინე შენ როდესაც ეკონტაქტები აი როგორც ორი ნეიტრონი ერთმანეთთან ურთიერთობაში შესვლის დროს ხო ერთი რომელიც არის დატენილი სინათლის და სწორი ენერგიით იმან არ არსებობს რომ მიიღოს ცუდი ნეიტრონის ენერგია იმიტომ რომ ის უბრალოდ შთანთქავს ამ სიგნალებს ანუ ეგ ის იგივეა როდესაც შენ ბნელ ოთახში შეიტან სანთელს და ის სანთელი გაანათებს და იმ სანთელს შენ თვითონ თუ არ ჩააკროფ ის სანთელი იქნება განათებულ ატმოსფეროში და არეალში ამიტომ შენ აი ეს მომენტი ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ შენ თვითონ შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე უნდა დაეკონტაქტო იმ ადამიანს დაეკონტაქტო ისე სწორე რომ შენ უკვე დაცული გქონდეს შენი თავი და შენი ენერგეტიკა რომ მისგან ცუდი არ მიიღო და ეს ხდება ძალიან ისეთი საინტერესო ტექნოლოგიით რა
ვიცა გავასწორო. ხო, გავასწორო რაღაც. ხო, მოკლედ, როგორი ტექნოლოგიით ნახე, შენ თუ არ გინდა, რომ აიმღვრას ეს შენი ჭურჭელი, შენი სასმისი, შენი სუფთა წყალი, არასოდეს მეგობრებო, აი არასოდეს რა, როდესაც სიკეთეს აკეთებ, ნუ ელოდები ნურავისგან ნურაფერს მით უმეტეს კარგს, რომ შენ მიიღებ ამ სიკეთეზე კარგს. ანუ ავტომატურ რეჟიმში უბრალოდ გააკეთე ეს სიკეთე, აი უბრალოდ გააკეთე, იმიტომ რომ ეგეთი კანონი არსებობს, იმიტომ რომ ეგრე გევასება, ეგრე გინდა რა, რომ ამ სიკეთეს გაკეთება გინდა. აი მაგ მომენტში შენ ავტომატურად იცავ შენ თავს და არა აქვს უკვე მნიშვნელობა შენ შედიხარ კონტაქტში სუფთა სასმისთან, სუფთა წყლის მქონე, სუფთა ენერგეტიკის მქონე ადამიანთან თუ ბინძური ენერგეტიკის მქონე ადამიანთან. რატო? იმიტომ რომ შენ მისგან არაფერს არ ელოდები, შენ უბრალოდ აკეთებ სიკეთეს. აი ეს არის ღვთაებრივი ბუნების ერთ-ერთი კანონი, რომელსაც თუ ჩვენ გავითავისებთ პრინციპში ვიქნებით დაცული ყოველგვარი აი უცხო ენერგეტიკული შემოჭრისაგან და აი როდესაც შენ აკეთებ სიკეთეს იმიტომ რომ აი და ამ პარტავნული მომენტი იღვიძებს აი დაინახე რა გაგიკეთე ხო ნახე რა კარგი ვარ რა კარგი ტიპი ვარ როგორ დაგეხმარე აი მომენტში შემოდის შენში უკვე ნეგატივი უკვე შენ ხარ გახსნილი ყველანაირი კი რა თქმა უნდა იმ მომენტში შეიძლება შემოვიდეს თეთრი და კარგი ენერგიაც და ადამიანი ვისაც უკეთებს სიკეთეს იმან დაგიფასოს და გითხრას ვი რა კარგია დიდი მადლობა და გადაგიხადოს სიკეთე მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება შეეჯახო ის ადამიანს ვინც არ არის კარგი ენერგიის მატარებელი და იმ მომენტში როდესაც ელოდები რომ აი მე გავუკეთე სიკეთე და მე მიპასუხებ სიკეთითვე დაგიბინძურდება შენი თავი და შენი ენერგეტიკა ამიტომ ყოველთვის სიკეთე ქვაზე დადე და გაიარეო ხო იცი ნათქვამია ესე გააკეთე და დაივიწყე გააკეთე და ნუ ელოდები ნუ რა არასოდეს არ დაუცადო პასუხს ვიღაცას ვისაც უკეთებს სიკეთებს და არ იფიქრო რომ აი მე იმას გაუკეთე და აბა ეხა ის მე რას გამიკეთებს გამორიცხული თემა ის არ გაკეთებს არაფერს კარგს დაივიწყე გააკეთე შენ მაგრამ სამყარო დაგიბრუნებს მაგ სიკეთეს აუცილებლად აი ამაზე მინდოდა მესაუბრა თქვენთან ნუ წართ პოდკასტი გახდით ჩემი ფოლოვერი და ბედნიერებას გისურვებთ ყველას სიკეთეს და ჯანმრთელობას